მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, გამომწერებო. პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ჩვენი არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, ყურებისთვის, კომენტარებისთვის. დღეს ცოტა უცნაური ვიდეო გვაქვს. როგორც უკვე ხედავთ, ძალიან შეიძლება ითქვას დღევანდელობისთვის არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღე და რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. გავყიდე ჩემი Prado Land Rover-ის დავაყოლე ზევიდან და ვიყიდე აი ეს მანქანა. რა არის ეს მანქანა? ბევრი იკითხავთ. ხო, ეს მანქანა არის ჩინური ჯიპი. რაც ალბათ ბევრ აჟიოტაჟს გამოიწვევს თუ რატო ვიყიდე ეს მანქანა და რატო გავყიდე Toyota Prado, რომელიც კუმირი არის საქართველოში და ასევე Land Rover Discovery 5, რომელიც საკმაოდ მაღალი კლასის და მაღალი დონის მანქანა არის, მაგრამ ესე გადავწყვიტე. ხო, ეხლა ჩინურ ჯიპს რო გავუცდეთ კონკრეტულად რა მოდელია და რა მანქანა არის. ეს არის GWM-ის, ანუ Great Wall Motors-ის ტანკ 300 მოდელი. გარდა ტანკ 300-ისა, ასევე არის ტანკ 400 და ტანკ 500, რომელიც შედარებით მაღალი დონე არის ამ ლაინაპში ტანკის. ეს არის ყველაზე დაბალი დონე, ასე ვთქვათ, პირველი შესასვლელი საფეხური არის, თუ ტანკისკენ მოიფიქრებთ, ასე ვთქვათ, გადასვლას და რატო გადავწყვიტე რომ მეყიდა. ამ მანქანაში პრინციპში გაერთიანებული არის ყველაფერი ის, რაც მე მჭირდებოდა. და რა არის ეს? მაგალითად რომ ავიღოთ პლატფორმა, რომელზეც არის გაკეთებული, საკმაოდ ჭკვიანად არის მოფიქრებული. ანუ უგზოობისთვის და ექსპედიციებისთვის თუ გჭირდებათ მანქანა, ამ მანქანას აქვს ყველაფერი. აქ ეგრეთ წოდებული რამა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ ხალხისთვის, ვინც უგზოობაზე ან ექსპედიციებზე დავდივართ. წინა მხარეს არის გიტარები, ანუ დამოუკიდებელი დაკიდება, უკანა მხარეს არის ეგრეთ წოდებული ბალკა, ანუ ხიდი, ხისტი, როგორც Prado-ში არის მაგალითად. აქ დამადაბლებელი გადაცემა, ამ შემთხვევაში გვაქვს ორივე ხიდის ბლოკირება, როგორც წინა, ასევე უკანა, ანუ გარდა ხიდთაშორისი ბლოკირებისა და ყველა ის კომფორტი, რაც შეიძლება ადამიანს გჭირდებოდეს, რომ ქალაქში კომფორტულად გადაადგილდებოდეს. რა არის ახლა ეს ყველაფერი? მაგალითად 360 კამერები, სიდენის გათხოვა, გაგრილება, საჭის გათხოვა და ასე შემდეგ. CarPlay, დიდი მონიტორი, კარგი აუდიო სისტემა. ეს ყველაფერი ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მართალია ეს ყველაფერი მქონდა Land Rover-შიც, თუმცა იმას თავისი მინუსი ჰქონდა და იმის გაყიდვას თავისი მინუსის გამო მოხდა. ძალიან დიდი მანქანა იყო და ძალიან რთული იყო ქალაქში დიდი ხანი გადაადგილება. მოდი ახლა რომ განვავრცოთ უფრო ამ მანქანის კონკრეტულად ტექნიკური დეტალები თუ რა არის, როგორ არის და რას წარმოადგენს. ეს მანქანა არის 2-0 ბენზინი, ტურბირებული ძრავით. აქ დაახლოებით 220 ცხენის ძალა, 380 ნიუტონ-მეტრი. აქ 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი ZF-ის, რომელიც ასევე ეყენა ჩემ Discovery 5-ს და ჩემ Jeep Wrangler-ს უყენია დღემდე. ზუსტად ის არის, ანუ არანაირი კოპირება არ არის, ZF-ის კოლოფია ორიგინალი. ასევე აქვს წინა და უკანა ხიდის ბლოკირება, როგორც უკვე გითხარით, დამადაბლებელი გადაცემა, ასევე დამადაბლებელი გადაცემა არის BorgWarner-ის, ამერიკული ფირმის, ბლოკირებები არის Eaton-ის, რომელიც ასევე Wrangler-ში გვხვდება. ზოგადად ყველა კომპონენტი, რაც ამ მანქანაში არის რაღაცა კონკრეტული ბრენდისგან აღებული, მე ერთად შეკრებილი, კარგად ჭყალებში დანასტროიკებული, ანუ ერთმანეთთან შეხმატკბილებული და მე ამ მანქანაში გამოყენებული. დღეის მდგომარეობით სადღაც 1500 კილომეტრი მაქვს უკვე გავლილი ამ მანქანით, თუმცა ეხა დეტალურ რევიუს ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ამ მანქანით ასე ვაპირებ თურქეთში წასვლას, თურქეთში წავალ, ჩამოვალ, ყველა მინუსებს და პლუსებს ჩამოვყრი და მერე უკვე იქნება ამ მანქანის დეტალური განხილვა. დაახლოებით 5000 კილომეტრი მექნება ჯამში გავლილი. ხო, რა შეიძლება ითქვას კიდე, ეს მანქანები გარდა ბენზინის ასევე არის ჰიბრიდები, თუმცა როგორც Wrangler-ი არ ვიყიდე სტანდარტული ჰიბრიდი, რომელსაც ელემენტები აქვს შიგნით და წონა მძიმე არის, იგივე გადაწყვეტილებით არ ვიყიდე ეს მანქანაც ჰიბრიდი, ანუ მერჩია რომ ბენზინი მეყიდა, რომელიც ელემენტები არ იქნება შედებული და წონა იქნება ზედმეტი, ვინაიდან უგზოობას დავდივართ ექსპედიციებზე და ასე შემდეგ, მაინც უფრო მარტივი მანქანა არის ხოლმე ამ დროს მისაღები, ვიდრე რაღაცა ელექტროობით ძალიან დატვირთული და მე ელემენტები რო ჯდება ისე ვეღარ დადის და ასე შემდეგ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ მეყიდა სტანდარტული ბენზინის ძრავით. ზოგადად ვინც უგზოობის მიმართულებას თვალს ადევნებს და ასევე ავტომობილები უყვარს, მათთვის შეიძლება საკმაოდ ნაცნობი მოდელი იყოს აღნიშნული მანქანა. თუმცა ჩვენთან საქართველოში დაახლოებით 2 თუ 3 თვის წინ გაიხსნა ცენტრი JWM-ის, რომელსაც შემოიყვანეს ეს მანქანა ოფიციალურად და ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის კარგად ეს მანქანები ცნობილი. მაგრამ სოფლიოში, აზიის ბაზარზე, ავსტრალიაში და ასე შემდეგ საკმაოდ პოპულარული მანქანა. ეხლა ჩემი მანქანა არის მცირე რესტაილინგი, რომ საჭი არის შეცვლილი და რაღაცა პატარა დეტალები, თუმცა ძირითადი აგრეგატები ყველაფერი იგივე არის.
საკმაოდ კარგი სახელი აქვს, კარგი რეპუტაცია აქვს, კარგად გამოიყენება უგზობაზე, ექსპედიციებზე, გამძლეობითაც თავი გამოიჩინა. ყველანი ერთად ვნახავთ, მაგალითად, ჩემ მაგალითზე, რა არის ეს ჩინური მანქანები, საერთოდ ჩინური ჯიპები, რას წარმოადგენენ? ღირს თუ არა მათი ყიდვა და უნდა გარისკოთ თუ არა ჩემნაირად. თუ ეს რისკად ითვლება. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, საკმაოდ მე მგონია რომ საკმაოდ კარგ საფასო კატეგორიაშია და ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს ისეთ ბრენდებს როგორიცაა Toyota, Jeep, არ ვიცი, Nissan, Mitsubishi და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველაზე იაფეხის აბსოლუტურად დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე მანქანა რომ ეყიდა, არ ვიცი, ახალი მანქანა რომ გამოიყენო Prado-ს არ ვიძახი საერთოდ, Prado რომ გამოიყენო 2.7 ყველაზე დაბალი კომპლექტაცია რკინის დისკებზე და არაფერი არ აქვს ამ ქვეყანაზე $45,000 დაიწყება მისი ფასები. ამ მანქანასთან ყველაზე ახლოს თავისი კონფიგურაციიდან და ასე ვთქვათ, მდგომარეობიდან გამომდინარე არის Mitsubishi Pajero Sport, რომელიც ასევე არ ვიცი, დაახლოებით $40,000 არის საწყისი ღირებულება, მართალია ის დიზელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის ახლა წვა დიდად მნიშვნელოვანი არ იყო, ან 12 ლიტრა დიზელს დაწვა თუ 15 ლიტრა ბენზინს, რომელსაც ჯერჯერობით არ ვიცი რამდენს, მაგრამ სიტუაციაზე ვიძახი, არანაირი დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ამ შემთხვევაში და პლუს დიზელის რაკრაკი უნდა გესმინათ მანქანაში, Prado-დან და Discovery-დან კარგად არ მახსენდება ეგ ყველაფერი. ხო და უკვე თუ უშუალოდ რა ფასში შეგიძლიათ ამ მანქანის ყიდვა ცენტრში, გეტყვით იმას, რომ დაახლოებით $32,500-დან იწყება ასეთი კომპლექტაციის ფასები, რომელიც არის ბენზინი და არა ჰიბრიდი, ჰიბრიდის ფასი უფრო მაღალია, მე მგონი 34 თუ 35,000-ის, ზუსტად სიმართლე არ მახსოვთ, შეგიძლიათ მომწეროთ, გეტყვით სად მდებარეობს ცენტრი, მიხვიდეთ ადგილზე ნახოთ თუ დაინტერესებით რა არის და როგორ არის. ჩემი აზრით ამ მანქანაში $32,500 ღირებულება არის ძალიან მაგარი ღირებულება და ეს ყველაფერი დაფუძნებულია იმაზე, რა გამოცდილებას ახლა მე უკვე მივიღე ამ მანქანის სიარული და რას გვთავაზობენ ამ ფასში ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან მიმართებაში. ანუ მე ვიტყოდი, რომ ფასთან მიმართებაში ამ მანქანას კონკურენტი არ ყავს. ერთადერთი რჩება ხარისხობრივი ნაწილი, ხარისხობრივ ნაწილში მოყვება 5 წლიანი გარანტია და 150,000 კილომეტრი. გარბენამდე გარანტია. ანუ რომელიც უფრო მალე გავა, თუ 5 წელი უფრო მალე გავა, გარანტია მოიხსნება, თუ 150,000 კილომეტრს უფრო მალე დაფარავთ, გარანტია მოიხსნება. ჩემი აზრით, საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემოთავაზება არის ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, ამიტომაც დამაფიქრა მე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მანქანა ეს მანქანა არის პირველი ნაკადის, რომელიც ჩამოვიდა სუთავიდან, რამდენი 12 მანქანა იყო, ან 6 მანქანა ზუსტად აღარ მახსოვს და მაშინვე დავჯავშნე, უბრალოდ ველოდებოდი, რომ გაყიდულიყო Prado და Discovery, რომ თანხა გადამეხადა, იმიტომ რომ ეს თანხა რაც კიდე სულად არ მქონდა, პლუს რაღაც თანხის დამატება დამჭირდა. მოდი ეხლა ნახოთ, როგორ გამოიყვანე ეს მანქანა, გადავიღე რაღაცა მცირე კადრები პირველი ჩაჯდომის, დაქოქვის და პირველი კილომეტრების გავლის 35 კილომეტრი ქონდა რომ გავიარე. ეხლა უკვე როგორც ხედავთ, მანქანა არის დაბრენდილი, ემზადება თურქეთის ტრიფისთვის, მოგზაურობისთვის, ექსპედიციისთვის და ოჯახთან ერთად მივდივარ და იმ ყველაფერს გადავიღებ დეტალებს და განახებთ თქვენს. მოდი, გადავიღოთ პირველი ვიდეო. ჯერ ნომრებიც არ აყენიაზეთ. ანუ მითხრა რომ გინდა თუ არ გინდა გადაიღეო. მოდი აბა დავჭიდეთ. ოი, გასაღები მაქვს, გასაღები მანქანაშია თუ რა ხდება? აი. გასაღებები. ესეთი მომენტი პირველი არის ჩემ ცხოვრებაში, საიდან გქება? აუ, იცი რას დავაჭირო. კონდიციონერი ჩაიგდო. ეს ჩინური მანქანები. კაცი ვერ გაიგებ ვერაფერს. რა შვება? მართლა ვერ გავიგე. on-off-ი არის მარტო. გამოანათ. ვაიმე რა ხდება? ყველაფერი მანდ, კლუჩებიც აქვს. GVM ტანკიც აქვს. რაც მთავარია. ეს 1, ეს 2, ეს გვაქვს. ეს გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. valid media file არის და ბენზინს არ მატანდნენ, რა თქმა უნდა. გარბენი აქვს 35 კილომეტრი. ყველაფერი პირველად ხდება ცხოვრებაში, რაღაცებს ნათქვამია. ასე გამოვიყურები. დეტალებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაგაცნობთ, რა არის, როგორ არის, რას წარმოადგენს, ვინ არის და რა უნდა ამ ჩინურ მანქანას. ნახავთ ყველაფერს ერთად ყველანი კარგად გავიცნობთ. აბა, დავიძარი, ჯერჯერობით ყველაფერს ვეჩვევი, ვერაფერს ვერ ხვდები რა ხდება. პირველი კატოგება არის მანქანის, რაღაცებს წერს, მაგებს ნელ-ნელა ვიზავ. პირველი რაცა საწვავი უნდა ჩავასხა, იმიტომ რომ საერთოდ 1 გრამი არასხია. ეგრე ჩამოდის ხოლმე. ეს შემოგიხადოთ. ასე გამოიყურება, წვანა ისინი მე არ ამიჩევია რაღაც ესენი აქ. მაგას მე ნელ-ნელა ჩემ ჭკუაზე როგორც იქნება მოვიყვან. გამოტარეს თანამშრომლებმა და წავედი ახლა საწვავზე ჩავასხა. მე კიდე დავამატო. ეს როგორია?
დაინახეთ როგორ დადის, აბა დაინახეთ. თავისით მედის მე მგონი. რაღაცის ხო შემოვიდეს, შეგიძლია მეჩვევა რაღაც სკოლის ისკაცი. წავედი ახლა ჩავასხავ საწოლს და გავაგზავნებ გზას. ზოგადად ამ მანქანაზე განსაკუთრებულ არაფერს არ უპირობ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ყავს ქალაქისთვის და შორს კომფორტული მოგზაურობისთვის და დამიჯერეთ რომ ძალიან კომფორტულად გადაადგილდება როგორც ქალაქში, ასევე გზაზე. წინ აქვს ორმაგი შუშები. ასევე საქარამინოც ორმაგი არის. ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს და ძალიან რბილად გადაადგილდება. სალონში არ ხმაურობს არაფერი და მოკლედ რაც ვიყიდა იმის მერე მე ძალიან კმაყოფილი ვარ, სიმართლე თუ გაინტერესებს. როდესაც გადავწყვიტე ამ მანქანის ყიდვა და უკვე ჩამოვყალიბდი და მივედი და ჯავშანი გავაკეთე, მაშინ ჯერ კიდევ მყავდა პრადო. სიმართლე თუ გაინტერესებს, მეც ძალიან დიდი ინტერესი მქონდა როგორი იქნებოდა პრადო ამ მანქანასთან მიმართებაში, ან ეს მანქანა პრადოსთან მიმართებაში. ამიტომ მაშინვე მოვიფიქრე და წავიყვანე პრადო დიაგონალებზე, ლისის დიაგონალებზე და ჩვენ ცნობილ დიაგონალზე, რომელიც შემდეგ დავამუშავეთ და ცოტა გავაფუჭეთ. ამიტომ ეხლა ამ მანქანით გადავინაცვლოთ იგივე დიაგონალებზე, ნახოთ როგორ გაართვევს ეს მანქანა თავს იგივე დაბრკოლებებს, რა დაბრკოლებებზეც ყავდა პრადო, როცა ჯერ კიდე ჩემ ხელში იყო. ამიტომ წავიდეთ ახლა ვნახოთ ჯერ პრადო როგორ გაივლის იმ დაბრკოლებებს და მერე შევხედოთ უკვე ეს მანქანა როგორ გაართვევს თავს. წავედით. მეგობრებო, სანამ ჯერ კიდე შემორჩენილი არის სტოკი პრადო, რომელიც იყიდება და ჯერ კიდე მყავს, მინდა რომ ავიარო დიაგონალებზე და რატო ავივლი ამ დიაგონალებზე და რა ტესტი იქნება, მაგას მერე ამ ვიდეოში კი ნახავთ, გამოჩნდება ნელ-ნელა. ანუ ეხლა ეს მანქანა არის სრულიად სტოკი, არ არის დალიფტული არაფერი, არა, უბრალოდ ნახევარი ზომის დიდი საბურავები უყენია. გუდრიჩ სატეები არის, ანუ ესაც ატეა, რომელ მანქანასაც შედარდება, ისეთ ატე იქნება. ამას არ აქვს არაფერი, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, ანუ არც ერთი არც წინა და არც უკანა ბლოკირება არ აქვს, აქვს მხოლოდ შუა ხითთაშორისი ბლოკირება, რომელსაც ჩავრთავთ, დამადავლებელი გადაცემას ჩავრთავთ და შევუტევთ ლისის დიაგონალებზე ჯერ მარცხენა მხარეს, მერე მარჯვენა მხარეს, ანუ ცუდ დიაგონალებს წავალთ და შედარებით მარტივსაც. ასე რომ წავიდეთ და ვნახოთ. აკო შენ რა მინდა იციქნა? აკო ცაკარი გარედან გადაუღო და თუ დაინახავ რაღაც ისეთ მომენტს, რომ სადმე შეიძლება წამოვედო, ან შიტოკით, წინა შიტოკით, უკან შიტოკით, ან ეს ფეხის სადებებით, უბრალოდ ბამპერებით, წინა ბამპერით, უკან ბამპერთან ფეხის სადებებით, მაგაზე რომ გააკეთო კომენტარი სიარულის დროს. კაი, ეხლა დავქოქავთ და შევუყვებით გზას. წავედით. აი მეგობრებო, ეხლა მოდი ორივე ასასვლელი თავიდეს. რახან ტესტი იყო, საკეთანაც ავიდეს, ეს შემოსავლელი იყო ადრე, მაგრამ აი ეს, კი გაიკეთა ამანას დიაგონალები იმდენი აკატავეს ავლებით და აქეთ უფრო ღრმა არის. აქეთაც კი გაიკეთა. წამო, ორივეთი ვცადოთ. კაი, მოდი ჯერ ეს დიდი დიაგონალების მხარე გავტესტოთ. წამოდი, აბა. მე მგონი ცუდად შემოხვედი შენ. ვერა ვალ. კაი, გაჩერდი? აბა ნახეთ რა ხდება. რაც უნდა მოხდარიყო ის ხდება ეხლა. მარტივი ტრაქტორი შემოვიდა ოდნავ რთულით. დიაგონალი აიკიდა ეხლა და მუშაობა უწევს. ნახეთ, აი მაინც სულა დიდი აქვს. ოთლიკიანი დაკიდება ზოგადად გამოირჩევა. დიდი სულით. აი შიდა სულა გინდა, გარე სულა გინდა. ქართული მანქანაც კი საკმაოდ კაი მონაცემები აქვს. ეს ტრაქშენის ხმებია, რომ მუშაობს თან. აი ესეა. ქართულია სრულიად ეს მანქანა, მაგრამ საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. ჩორული მოხმარებას ამაზე მეტი არ უნდა დაჭირდეს წესიდან. თავარია სწორი საბურავები და აგეთ ქართულ პარამეტრებში ჩვენერ მონაცემები აქვს ამ მანქანას. წამო ახლა ვნახოთ მეორე მხარე. ის უფრო მარტივია. იქ უბრალოდ აისეინებს. კაი გაშლებია. კაი, წავიდა, აბა. წამო გავყვეთ ახლა. აქ ახლა ჩაულებად გავუყვება. არა, ეს დაჭირდა.
სულები აქ ბოლომდე არც აქერეყო, მაგრამ გადალახა მარტივად ტრექშენის დახმარებით. კარგი, ის დიაგონალებით, იმ დიაგონალებით არ დავკმაყოფილდით და მოვდით თუ გავართული აქეთ. იქ ხალხს მიდურება ხარ. იქიდან შემოვა მარტივი შემოსასვლელი. ესეც პრადო. აბა წამოვიდით, გადავხედოთ. აქ იწყება პატარა დაღრმავება. სად არის? აქა მე იქ და მე იქით ცოტა იზრდება. აი, ნახოთ აბა. სადე? ზემოდან გადაგიღო თუ აქედან? აქედან იქ просто მიკანახი არის მოსწა. ხო, ჯერ მიდი იქამდე, ჯერ იქამდე თუ მიხადი. ხალხო დიდი, ხალხო დიდი დიაგონალი. აი აქ Subaru-ა შენი საინტერესო. საჭე მეორე მხარეს. იქეთ საჭე. აქეთ წამო. ამოსვლა გინდა? ვერ ამოხვალ, ვერა. არა, უკან ის აგაკ. უკანასვლები გაშლილი გაქვს ბოლომდე და წინ აქ მოყვი იქ პატარა კედელს ითხრი და ინერცია უნდა. არა, ახტომა კი არა. უკან ბოლომდე გაქვს გაშლილი, ნახე? აი. მე ვარ ჩემკენ აიგე ცოტა. აიგრე ჩადი. Всё, დადი ხა რავი. აი ცა სულები არ ყოფნის ჰაერშია წინა საბურავი. აი ნახე, აი აქ ბუქსაობდა და აქ. არ გამოვიდა. არ არის მარტივი. სხვა მანქანებით ვცადოთ ახლა აქ ამოსვლა. და შესაძლებლად კარგი იქნება. ანუ ნახეთ ადგილი, სადაც არის პრადოს, ასე ვთქვათ, ლიმიტი. და ვეღარ მიდის მაგის იქ. ანუ ვეღარ მიდის სანამ არ ძალიან არ გაიმეტებ. ანუ მანდ ხა წყნარი მისვლით. რაღაცა დააზიანებ ნამდვილად. რა ხარუხით ახალ. ხო, იგივე სულით მანდ მეორე მანქანით ვწვით და ზოგადად მე რანგლერთან ვწვით, რანგლერის ვიდეოში, ცალკე ვიდეოში. ანუ შეიძლება ამანდას, შეიძლება იმანდასოს გამოჩნდება როგორი. პრადოს ლიმიტი გაგებულია, მეორე მანქანა ასწავს აქ საინტერესოა და რანგლერი ასწავს, ეგეც საინტერესოა, რა ჩარტო დაჭირდება, ბლოკირების არ დაჭირდება. შევხედავთ. წავედით. სად ვიმყოფებით, გიო? ესე იგი, მოვედით ჩვენ ცნობილ აღმართზე და უნდა გავტესტოთ ტანკი ახლა ამ აღმართზე რას იწევს. პირველად უნდა ჩავთვალო ამ მანქანაზე წინა და უკანა ხედის ბლოკირება, არასდროს არ ჩამირთვია, ხო და ჩვენ უნდა გადავიყონოთ დამადავლებელი გადაცემაში. გადავიდა. ეხლა უნდა დავაჭიროთ აი აქ ეს ღილაკებია, თუ გინაჩვენა, ნუ. ხედის ბლოკირება. ეს არის წინა ხედის ბლოკირება და აი მაჩვენებელთა დაფაზე აენთო ყველაფერი რაც შეიძლება რომ აენთოს. ეხლა წავალ და ვწდი ასვლას, სანამ გადაიღებს გარედან. ვიყო ესე. ხო, მაგარია. აბა წავედით. არ ვიცი, ესეთ გზაზე პირველად ვარ საერთოდ ტანკით. დეში არის მანქანა, არაფერი არ მაქვს. ჩართული ტიპტორნიკი და რაღაცეები არ არის. ეხლა რაღაც ჭახაჭუხსები თუ გაიგეთ, ეგ არაფერი არა, ეგრე უნდა იყოს. თორე ცოტა ცუდი აღმართია. ვა. საკმაოდ მარტივად ავიდა. მინდა ვთქვა, პრადოსგან განსხვავებით, ნუ ეტყობა რომ ორივე ხედის ბლოკირება თავისას შვება, დამადავლებელიც კარგად მუშაობს და ყველაფერმა შვენად იმუშავა. შენ რას? მე ეს ტანკი რომ მომწოს ხო იცი და. კი.
სხვა ზარჩელი არ ვიცი. კაი, ლისის დიაგონალებსაც გადავიღებთ და პრინციპში ამით ტანკის და პრადოს მცირე შედარება ამით იმორჩება. აბაწავებით. ესე იგი მოვედით ლისის დიაგონალებზე. ეხა აქ აგვაქვს დასატესტი ტანკის შესაძლებლობები. როგორც პრადო გავტესტეთ, ეხლა ტანკი უნდა გავტესტოთ. პირველ დიაგონალებზე წავალ დადაბლება ჩართული და ორივე ხედის ბლოკირება, მეორეზე ვწდი რომელიმე მოუდით. დასიზოს საინტერესო ბლოკირების გარეშე უბრალოდ სადაც. ეს უფრო მარტივია და მაგით. ოკეი. დავი. გადაიღე მე საჩვენე პირველ მეორე რომელი? ეგეთ. იციან, ყველაფერს ხოლმე. მე რაც შევატყვე კიდე ძალიან რბილად მოვდიოდით აქამდე რომ მოვედით გრუნტიან გზაზე. რბილად დადიოდა. საკმაოდ გაფუჭებული არისო, მე არ მახსოვს ამისი მდებარეობა აღმართის, მაგრამ საკმაოდ დიდი ისინია, მართლა არ ჩანს კამერა. ვერ აფიქსირებს, რომ სადმე არ გავაფუჭო მანქანაო. აბა. მოდის. ჯერ მშვენივრად მოდის აქ ადგილი. შეტოქს უფრთხილდებით, გიო? შეტოქს უფრთხილდებით? ხო, რავი, ახლა კარგად. შვენურად აიკატავა და აისისინა მანქანა. დავიდა რა, თუ მეჩვენებ. ბლოკირებები რა ჩართულია ძალიან მარტივადაც. ერთი ავხსნი ეხა რაინი მოუდის და იგა. დავი. ეხა ჩავხე როკ მოუდი. არ ვიცი, ეგრე რა ვიცი. ეს უკან ახლის ბლოკირებს თვითონ ჩავიწო. თუ უნდა. ვიცი? უკან ახლის ბლოკირებას თვითონ მითავს, მაგრამ მე გავუჩი. აი. და ისე წავალ როკ მოუდი. ანუ მორგებულია ყველანაირი რეჟიმი რომ მოირგონა, მაგის შესაძლებლობას გაძლევს. თვითონ აკეთებს რაღაცას. აი, თვითონ აკეთებს, მაგრამ გაჩუშის ფუნქციას. კაი. ძალიან ახლოს დავრჩი მანქანასთან. ეხლა ვწდი კიდე ერთ მოუდს, რომელშიც თვითონ ბლოკავს განახით და ეხლა მარტივად გადაივლის უკრაინიდან. მიკროფონი რატო არ გაიგეთ? იმიტომ რომ მეჩქარება. გეჩქარება, მაგრამ თან თამაშობს. მე გამიყოლე გიორგი რამის. მოვჭით დიაგონალებს და ანანო პირველად ზის ამ მანქანაში გრუნტიან გზაზე. და მოგიყვება ეხლა თავის დაბეჭდილებები. ხო, არა, ძალიან რბილად მიდის, აი 50-ით მივდიოდია, ხო? ასე თქვი და საერთოდ არ იგრძნობა და აი ესეც გზაზე რომ გრუნტიანი გზა იყო და არ მიდიოდი ასფალტიან გზაზე. საქართველოში თან ასფალტი, ჩვენთან ასფალტი, თუ გზის საფარი ისეთია, რომ ფაქტიურად გრუნტიანს უდრის, მაგრამ მასტორებს კარგად ამუშავებს. ქართულ დაკიდება საბურავების არ გვაქვს დაშვებული და მაინც ძალიან კარგად ამუშავებს. და რბილად დადის ნამდვილად. ყოჩა ტანკის ინჟინერებს რომ ესეთ დაკიდება შეგვიძლია. ზოგადად მართლა ყოჩა. არ ხდება. всё, ეს იყო ჩვენ მთელი ტექსტი. მე მგონი თქვენი თვალითაც დაინახეთ, რომ ამ მანქანას შესაძლებლობები უგზოობაზე ნამდვილად გააჩნია. საკმაოდ კარგად მომზადება შეიძლება. ავსტრალიაში მაგალითად ძალიან მაღალ დონეზე ამზადებენ, ძალიან ძიმე უგზოობისთვისაც ამზადებენ და საკმაოდ კარგად იტანს. პრაქტიკულად სტანდარტულ მდგომარეობაში შესაძლებელია რომ დაყენოს 33 ინჩიანი საბურავი და არ მოედება არაფერს და არც დალიფტვა დაჭირდება, ანუ ეგრეთ წოდებული აწევა და არც არაფერი, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ზოგადად ამ მანქანას.
კოლოფი როგორც გითხარით უკვე ძალიან კარგია, დამადაბლებელი გადაცემა ძალიან კარგია და საკმაოდ კარგად მუშაობს. სიმძლავრე აბსოლუტურად ყველგან ყოფნის, ჯერჯერობით სადაც ყოფილი ვარ. და ნელ-ნელა ხმარებაში უკვე სხვა გამოცდილებასაც მივიღებ და ვნახავთ როგორი იქნება დროთა განმავლობაში ეს მანქანა, როგორ მემსახურება, ყველა დეტალს გეტყვით. მაგალითად, სერვისი რა დაჭირდება, რამე დაჭირდება, არ დაჭირდება, გაუფუჭდება, არ გაუფუჭდება, სალონი გადაიქერცლება, არ გადაიქერცლება თუ რა. არ ვიცი, მე მგონი ამ ეტაპზე პრინციპში სულ ეს არის. თუ რაიმე დამატებით ამ მანქანასთან დაკავშირებით კითხვა გაქვთ, გაინტერესებთ, არ ვიცი, მოგწონთ, არ მოგწონთ ან ასე შემდეგ, დააკომენტარეთ ყველაფერი, ვეცდებით, რომ ყველაფერზე გიპასუხოთ. ხოლო შემდეგ ვიდეოში თურქეთიდან როცა დავბრუნდები, უკვე დეტალურად სრულ ფლიან განხილვას, როგორც ჩვევია ხოლმე ჩვენ ჩავწერთ ისეთ განხილვას. აბა გემშვიდობებით ხალხო, მადლობა ყველას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ყურებისთვის. დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკომენტაროთ ვიდეოს ქვეშ და გაგცემთ ყველას შესაბამის პასუხს.